მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხიტიჯი ჩენელი და დღეს მე წარმოგიდგენთ ჩემს კიდევ ერთ ყველაზე საყვარელ თამაშს, ამჯერად უკვე რეისინგ სიმულატორზე და ეს თამაში არის Assetto Corsa. დღეს მეგობრებო, Assetto Corsa-ში გვექნება drag racing-ი. ერთმანეთს დავაჯიბრებთ ერთმანეთის დაუძინებელ მტრებს BMW-ს და Mercedes-ს. ავარჩიე ყველაზე ხარისხიანი მოდები. რათა გადამიღო ეს ვიდეო და მოდი ახლა დავიწყოთ უკვე ჩვენი დრაგი. პირველ რიგში მოდი ახლა ავირჩიოთ მანქანები. მოდი ცოტა ისეთი ძველი მოდელებით დავიწყოთ და ჩვენი M5 E39, რომელიც არის სტოკი, დავუყენოთ ჩვენს W200-ს. W200 სედანი, მოდი ესეთი არ გვინდა სედანი იყოს, რადგან უფრო ხარისხიანი მოდი არის და 2000 მეტრიან დრაგზე ახლა შევვარდებით და დაგიბრუნდებით. ესეც ასე მეგობრებო, შემოვედით უკვე ჩვენს დრაგზე, გვერდზე გვიდგას ჩვენი 200-იც და მეგობრებო, ახლა წინასწარ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ BMW-ს მოყვარული, არ ვიზამ ისე, რომ რაღაცა BMW-ის დაშკიული იყოს და რაღაცა გაძლიერებული და მეტი ცხენები და რაღაცა რომ დაუჩაგროთ Mercedes-ი. არა, ორივე მანქანა როგორც საინახეთ იყოს სტოკი და მე მით უმეტეს არ ვარ ისეთი BMW-ს ფანი, რომ BMW და სხვა მანქანა ჩემთვის არ არსებობს. რამე კარგი მანქანა რაც არის, ყველა მომწონს. მოდი ახლა ჩავუჯდეთ და ნახოთ თუ როგორ ვიასპარეზებთ ჩვენი E39 Traction-ს, თქმა უნდა, გამოვურთავ ახლა. ეს BMW არის და Traction-ი არ შეგვიფერება. ლანჩი მოგვიწყდა, მაგრამ არ აუშავს და ჩვენი 200 წინ გაიკაწრა. ეს 200 ნახე რა ხოძეა. კონი დავმარცხდით. 6. გაგვასწრო ნამდვილად. საოლ 200. და ამ დრაგში გამარჯვებულია 200. გამოვიყვან ახლა შემდეგ მანქანებსა და ესეც ასე მეგობრებო, ახლა უკვე გადმოვინაცვლებთ ცოტა მძიმე წონით კატეგორიაში და ჩვენი X6M-ი უნდა დავუყენოთ ჩვენს G-Class-ს. ნახოთ, რომელი გაასწრებს, ნამდვილად მაინტერესებს. Assetto-ში ხშირად ვთამაშობ ამ drag racing-ებს, მაგრამ ეს დრაგი კონკრეტულად მგონი არასდროს არ მქონია, რადგან ეს მანქანები ამ ვიდეოსთვის ახლა განსაკუთრებულად ჩავყარე. მოდი ახლა უკვე ჩავუძდეთ ჩვენს X-ში. ეს მოდი რაღაც სულად არის გაკეთებული, როგორც თავიდანვე შევამჩნიე. მოდი ახლა Traction-ი მაინც ჩავთოთ, რაც მძიმე მანქანა არის. ხმა უბრალოდ რავი. ცოტა ცუდად დავძარით, მაგრამ არ აუშავს და დავიჯო ჩვენი G-Class-ი. ხადაო. მოვიტოვეთ ჩვენი G-Class-ი უკან. ესეც ასე. ეს ახლა მძიმე მანქანები არის მეგობრებო. ასე რომ Mercedes-ის ფანებს გული გაგწყდებათ. და ახლა ვიტყვი იმასაც, რომ ეს არის მეგობრებო თამაშის თვალსაზრისი და არა რეალურად. ეს თამაში როგორც არის ეს მანქანები მოწყობილი, ისე ასწრებენ ერთმანეთს. თორე ხა ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად კონკრეტული ეს BMW ვერანაირად ვერ გაასწრებს კონკრეტულ ამ Mercedes-ს, მაგრამ თუნდაც Mercedes-ი ყოფილა, რომ ამ BMW-ს ვერ გაასწრებს, მაგრამ ეს თამაშის თვალსაზრისით ისე იყო, რომ ის ასწრებდა. ასე რომ გული არავის არ დაგწყდეთ. კარგი, ახლა შემდეგ მანქანებს ავირჩევ მეგობრებო და დაგიბრუნდებით. გადმოვინაცვლეთ უკვე მეგობრებო, ისევ და ისევ ვართ ჯერ მძიმე წონით კატეგორიებში და ახლა ჩვენი X5 E53 უნდა დავუყენოთ ML63-ს. მეგობრებო, ამ თამაში არ არის იმ ძველი ML-ის მოდი, რომელიც არის ამ X5-ის პირდაპირი კონკურენტი, მაგრამ არ აუშავს. დავუყენოთ ამ ML-ს. მოდი ახლა ჩავუძეთ ჩვენს X-ში. როგორც ხედავთ,
ტრაქშენი ახაც დაგვჭირდება, ასე რომ ჩავთოთ და გავახუროთ. გვერდზე გვიდგას ჩვენი ემელი. თავიდანვე წინ გაიკაცრა ჩვენი ემელი და სპიდომეტრი არ გვიმუშავებს ჩვენს X-ზე, რაც არის მოდის ბრალი. და გაგვასწრო ამჯერად ML-მა, თან ძალიან გაგვასწრო. ეს არ არის გასაკვირი, მეგობრებო, რადგან ეს არ არის ის ML-ი არ არის ამ X-ის პირდაპირი კონკურენტი, მაგრამ რა ვქნათ, ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ვაღიარებ, ძალიან გაგვასწრო ჩვენმა ML-მა. და მეგობრებო, კიდევ ერთი ძალიან სისხლიანი დაპირისპირება, კიდევ ორი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები. ჩვენი M3 E90 უნდა დავუყენოთ Mercedes C63 W204-ს. ეს მართლა ძალიან მაინტერესებს და ამის შემდეგი რომ იქნება, ის ბევრად უფრო მაინტერესებს. მოდი ახლა ჩავურძეთ ჩვენს M3-ში. ტრაქშენი აქ გამოვხდოთ, არ დაგვჭირდება. აურა ხმავს. მოგვიწყდა ჩვენი 63 მოგვიწყდა ჩვენი 63 უკვე უკანა კაროპა გაგძრა არ ვაწვალოთ ბიჭო არ წამოგვეციოს არა ესეც ასე გაიმარჯვა BMW ეხლა კი დღეისთვის უკვე ბოლო მანქანებს გამოვიყვან და გემშვიდობ. ბოლო მანქანები მეთქი ვთქვი მეგობრებო, მაგრამ ეს არ იქნება ბოლო მანქანები. ეს იქნება ბოლოს წინა, რადგან ლამის გამომჩა ეს ორი მანქანა, ესენიც ერთმანეთის კარგი კონკურენტები არიან. ჩვენი F10 M5 და Mercedes S63 AMG. ნახოთ თუ რომელი გაასწრებს, ეს ბევრად უფრო მაინტერესებს ვიდრე წინა დრაგები. და ამის შემდეგ იქნება უკვე ბოლო დრაგი. ნახოთ მეგობრებო, ჩავურძეთ ჩვენს F10-ში, როგორც ხედავთ. მოდი აქაც არ დაგვჭირდება ტრაქშენი. გვერდზე გვიდგას ჩვენი S63. მოგვიწყდა, მაგრამ არ აუშავს. წინ გაიკაცრა ჩვენი 63, მაგრამ წამოვეციეთ და გავასწარით კიდეც. აბარა, იმედია მაღლებში არ დაგვეწევა. ძალიან ისე ვართ რა. ძალიანაც ვერ ვასწრებ, ესე რა ვთქვათ. გვეწევა, მაგრამ აქ უკვე მაპი აღარ უწყობს ხელს. ესეც ასე, ეხლა კი გამოვიყვან ჩვენს საბოლოო მანქანებს. ესეც ასე მეგობრებო, დღეისთვის ჩვენი საბოლოო drag racing-ი, ჩვენი F90 competition-ი M5 უნდა დავუყენოთ CLS63-ს. ეს უკვე ძალიან მაინტერესებს, ასე რომ ჩავურძეთ ჩვენს M5-ში და ნახოთ თუ რას და როგორ იასპარეზებს. არ გადაო ბიჭო. არ გადაო ბიჭო, ჩამოხტო ვაიმენა. და ჩვენი F90 დაამარცხა CLS-მა.
ესეც ასე მეგობრებო, ეს იყო დღეისთვის უკვე საბოლოო დრაგი და იმედია მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.